მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იაპონელ მხატვარზე, იაიო კუსამაზე. მხატვარზე, რომელიც თავისი უნიკალურობა მოიპოვა თავისი საოცარი ფერებით და ფორმებით. დღეს ბევრი საუბრობს უცნაურ ინსტალაციებზე, მის წითელთმიან დამაჯერებელ რობოტებზე. კუსამას ხვევა მარტივი არ ყოფილა. მას ჰქონდა შინაგანი სირთულეები და ემოციური პრობლემები. თუმცა მხატვრობა იყო მისი გზა ემოციების გამოხატვისა და სამყაროს გაცნობისთვის. პოლკა წერტილები, ფერები და ფორმები გახდა მისი ენა, რომლის საშუალებითაც იზღუყებოდა მის ჰალუცინაციებს, საუბრებს და ისტორიებს. მისი ნამუშევრები გვასწავლის, რომ განსხვავებულობა, უცნაურობა და ფანტაზია შეიძლება იყოს ჩვენი ენერგია, ძალა და სილამაზე. თითოეული ნახატი ან ინსტალაცია არის პატარა სამყარო, რომელიც ცოცხლდება მაყურებელთან ურთიერთობაში. მისი ხელოვნება გვაჩვენებს, რომ ყოველდღიური ცხოვრება შეიძლება იყოს საოცრება. დღეს მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ნამუშევრების შემქმნელი მხატვარი იაიო კუსამა განსაკუთრებული ხელწერით გამოირჩევა. მისი შემოქმედება იმდენად პერსონალიზებული და თავისებურია, რომ არავის არ გავს და ვერც ერთი სხვა შემოქმედის ნამუშევარს ვერ მივამსგავსებთ. შემოქმედი, რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული ფსიქიკურ დაავადებას ებრძვის, სურეალიზმის, პოპ-არტის და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ელემენტებით გაჯერებული ნამუშევრებით ავტობიოგრაფიულ, ხშირად ფსიქოლოგიურ თემებს ეხება. იაიო კუსამა 1929 წლის 22 მარტს დაიბადა იაპონიაში, მაცუმოტოში, კონსერვატიულ იაპონურ მრავალშვილიან ოჯახში. იქ მეოთხე შვილი იყო, ძალაუფლების მოყვარული დედა მისგან სრულ მორჩილებას, მუდმივ დისციპლინას და გაუთავებელ შრომას ითხოვდა და პატარა გადაცდომის გამოც კი მას ფიზიკურად სჭირდა. კუსამამ ბავშვობაში დაიწყო ხატვა. ხატავდა ყველგან და ყველაფერზე, ქვებზე, ყვავილებზე, ფოთლებზე, ხატავდა გოლებს და წერტილებს. დედა არ უჭერდა მხარს მის მხატვრობას, დაუსრულებლად უხევდა და უყურდა თავის ნამუშევრებს. გოგონას ფსიქიკამ ვერ გაუძლო ესეთ მოპყრობას. ბავშვობაში მალე დაიწყო ხილები, რამაც კინაღამ სუიციდამდე მიიყვანა. მშობლები იძულებულები გახდნენ, რომ ექიმისთვის მიემართათ. ერთხელ სუფრას ვუყურებდი, რომელსაც წითელი ყვავილები ეხადა. ზემოთ ჭერში რომ ავიხედე, უცებ დავინახე, რომ იქაც იგივე ყვავილები იყო. ფანჯრებზეც, კედლებზეც, მთელ ოთახში, ჩემს ხელსა და სამყაროში. ვიქცენი, რომ ნადგურდებოდი, ქრებოდი უსასრულობაში. არაფრად ვიქცე. მივხვდი, რომ ეს არ ხდებოდა ჩემს წარმოსახვაში, არამედ რეალურად და შემეშინდა. ვიცოდი, რომ უნდა გავქცეულიყავი, რადგან წითელ ყვავილებს არ მოვეკალი. სასოწარკვეთილმა ავირბინე კიბეზე. საფეხურები თითქოს ფეხქვეშ მეცლებოდა. კიბიდან ჩამოვარდი და ფეხი ვიდგინე. იხსენებს იაიო ბავშვობის საბეჭდილებებს. ერთ დღეს დედამ გამოუცხადა. თუ კი ხატვას გააგრძელებთ, ჩვენთან ვეღარ იცხოვრეს. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. 1960 წელს კუსამა ქალაქის სისხლად შერასეს და სკოლიდანაც გარიცხეს. დღეს კი იაპონიაში მისი მოსწავლეები მის ნახატებს, ნამუშევრებს სწავლობენ. კუსამაზე დიდი გავლენა მოახდინა ამერიკელმა მხატვარმა ჯორჯია ოკიფმა. რამდენიმე წერილით მისწერა თავის კერებს და მოულოდნელად გამოხმარებაც მიიღო. ამის შედეგად 1957 წელს 27 წლის მხატვარი ამერიკაში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დედა წინააღმდეგი იყო და უთხრა თუ წავედოდა, შეეძლო აღარ დაბრუნებულიყო. კუსამამ საბაჟოზე იცრვა, რომ ამერიკაში პირველი პერსონალური გამოფენისთვის ელოდნენ, ხოლო რა კი დიდი თანხის გადატანა არ შეიძლებოდა, თანხის ნაწილი კაბეში და ფენებში ჩაეკერა, ხოლო მეორე ნაწილი ფეხსაცმელში ჩაიწყო. როცა შემოწმება მშვიდობიანად დასრულდა, მხატვრმა ამაყად შეაბიჯა ამერიკაში მიწაზე თავისი 2000-მდე ნახატით და 1000-ობით კიმონოთი. რა თქმა უნდა, ამერიკას ელოდა გაუცებამ საოცარი ქალით. უკვე ამერიკაში აღმოჩენილმა თითქმის სულ განადგურა ადრინდელი ნახატები და მარტო ისინი დატოვა, რომელთა გაყრების იმედი ჰქონდა. უცნობი ახალგაზრდა იაპონელი მხატვარი, რა თქმა უნდა, ბევრ წინაღობას შეხვდა. ფული არ ჰქონდა და ოკიფის გარდა არავის იცნობდა. თუმცა მაინც ცდილობდა მხატვრობის წრეში მოხვედრას, ნაცნობის გაგმას. ამერიკაში მალევე გაიცნო იმ დროის ცნობილი მხატვრები. ისინი აღიარეს კუსამა და მისი დახტაცებულები იყვნენ, მაგრამ მაინც ფულის პრობლემა ჰქონდა. ამ დროს მოუსწრო ჰიპების ეპოქამ. 1960 წლებში კუსამა ჰიპების პირველი თაობის ცენტრში აღმოჩნდა, რომლებიც ექსცენტრიკური ქცევების გამოჩენილია. მხატვარი ამ მოძრაობის ავანგარდში მოექცა და იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა.
1960 წლების მეორე ნახევარში კუსამამ ღონისძიება ჩაატარა, სადაც სიშველი ადამიანები მონაწილეობდნენ. ამავე პერიოდში დაიწყო პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, მაგალითად საბჭოთა დროშა დაიწყო ჩეხოსლოვაკიის პროტესტის ამბების ნიშნად. იაიო კუსამა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელმაც ავანგარდული ხელოვნება და მოდა ერთმანეთთან გაერთიანა. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია პოლკა წერტილები, მსროლობის ბადეები და პროვოკაციული სტილი. კუსამასთვის მოდა მხოლოდ ტანსაცმელი არ იყო, ეს მისთვის ხელოვნების გაგრძელების და თვითგამოხატვის საშუალება იყო. 1960-იან წლებში კუსამა უკვე სკანდალურ მხატვრად ითვლებოდა. 1979 წელს მან დაარსა კუსამა Fashion Incorporated, სადაც ქმნიდა და ყიდდა საკუთარ დიზაინს. პოლკა წერტილებიან კაბას, გამჭვირვალე საბონს და უცნაური ფორმის და პროვოკაციულ კოსტიუმს. მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამორჩეული დიზაინი არის ორჯი დრეს, კაბა, რომელიც რამდენიმე ადამიანისთვის არის შექმნილი. მისი დიზაინები იყიდებოდა კუსამა კორნერში და ბლუმინგდეილში. 1966 წელს კუსამას ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღო ვენეციის ბიენალეზე. თუმცა მისი პროვოკაციული წარსულის გამო ის ოფიციალურად არ დაუშვეს. მიუხედავად ამისა, მან მორალური და ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა იტალიელი მხატვრისგან და მოქანდაკისგან ლუჩო ფონტანასგან, რომელიც მისი ხელოვნების დიდი მხარდაჭერი იყო. კუსამას ამან არ დააკმაყოფილა და ბიენალეს მახლობლად მან მოაწყო ინსტალაცია სახელწოდებით თქვენი ნარცისიზმი ეყიდება. ეს კუსამას ყველაზე ხმაურიანი გამოსვლა გახდა. 1993 წელს ის კიდევ ერთხელ უკვე ოფიციალურად დაპატიჟეს ვენეციის ბიენალეზე, სადაც მისმა ნამუშევრებმა დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, თუმცა მან ვერ გაიმარჯვა. კუსამას უნიკალური სტილი დღესაც ძალიან ცნობადია, კაშკაშა პარიკები, პოლკა წერტილებიანი ტანსაცმელი და მკვეთრი ფერები. 2012-23 წლებში კუსამამ ითანამშრომლა ლუი ვიტონთან. მარკ ჯეიკობსის ხელმძღვანელობით მისი ცნობილი მკვეთრი ფერები, გოგრის მოტივები და პოლკა წერტილები გადაიტანეს ტანსაცმელსა, ჩანთებზე და აქსესუარებზე. ეს კოლაბორაცია დღემდე ყველაზე სანახაობრივ და შთამბეჭდივ თანამშრომლობად მიიჩნევა. დღეს კუსამა არა მხოლოდ ავანგარდული ხელოვნების, არამედ თანამედროვე მოდის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ცნობილია კუსამას გოგრები. გოგრები კუსამასთვის ბავშვობდნენ სითბოსთან, სიკეთესთან და ადამიანებთან ასოცირდებოდა, ამიტომაც მის შემოქმედების მთავარ სიმბოლოდ იქცა. კუსამას გოგრები არ მხოლოდ ნახატებში, არამედ ვილქანდაკებებში და უზარმაზარ ინსტალაციებში გვხვდება. ისინი კაშკაშა ფერებით და შავი კოპლებით გამოირჩევა, რაც მათ განსხვავებულს და მარტო ამასაცრომს ხდის. მის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი ყვითელი გოგრა შავი კოპლებით, რომელიც იაპონიის ერთ-ერთ კუნძულ ნაოშიმაზე ზღვასთანაა განთავსებული და ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში იმყოფება. ეს ინსტალაცია 1994 წელს შეიქმნა და დღეს ნაოშიმას ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოდ ითვლება. ასევე აღსანიშნავია ლონდონის კესინგტონის ბაღში მდებარე უზარმაზარი ბრინჯაოს გოგრა. გოგრების გარდა კუსამას შემოქმედებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს სოკოებს, ყვავილებს და სარკეებით შექმნილ ინსტალაციებს. 1975 წელს მან შექმნა უსასრულობის ოთახები. სარკეები დაბმული სივრცეები, სადაც განათებები და ფერები უსასრულოდ ირეკლება. სარკეების გამო მნახველს ეუბნება შეგრძნება თითქოს სივრცე უსასრულოდ გრძელდება. კუსამა თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ხელოვანია. მისი ნამუშევრები გამოიფენება ისეთ მუზეუმებში, როგორიცაა Tate Modern და Museum of Modern Art. მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოში გატარებული ადრეული წლები კუსამისთვის ტრავმირებული მოგონებებით იყო დაკავშირებული. ამერიკაში 15 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ მან გადაწყვიტა უბრალოდ იაპონიაში დაბრუნებულიყო. იაპონიაში დაბრუნებული არტისტი ყველანაირ თანდაჭერის გარეშე არის დარჩენილი. 1975 წელს მან აღმოაჩინა კლინიკა, სადაც არტ-თერაპიაში ჩაერთო და საკუთარი თავის ლურიდან აღდგენა დაიწყო. კუსამა თვითონ ირჩევს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ცხოვრებას. აქვე აქვს სახელოსნო, სადაც ყოველდღე მუშაობს. საღამოების საავადმყოფოში ბრუნდება. 99 წლის მხატვარი კვლავ 3-4 საათი ხატავს. ეს უკვე მისი ცხოვრების სტაბილური და ნორმალური წესია. მუზეუმის წინ ვერ დაინახავთ რიგს, რადგან იქ მხოლოდ წინასწარ ჩაწერით არის შესვლა შესაძლებელი. ხოლო ბილეთებს კი რამდენიმე თვით ადრე ყიდულობენ. მის გამოფენებს უდიდესი წარმატებას დევს ყველგან. დღეს მისი ნახატები მსოფლიოს იპყრობს. მისი თავდაუზოგავი შრომით მან მიაღწია, რომ გაეყიდა თავისი რეკორდი $5.1 მილიონ. ჰეზერი ლენცმა 2008 წელს გადაიღო ფილმი იაპონელ არტისტზე, სადაც ყვება მის მთლიან ისტორიას. ხოლო იტალიელმა ილუსტრატორმა
ცვლერმა 400-ზე მეტი ნახატით გააკეთა კომიქსი მის ცხოვრებაზე. 93 წლის არტისტი ისევ ცხოვრობს კლინიკაში და ისევ ხატავს და ისევ გაზრდავს ახალ ნამუშევრებს მუზეუმებისთვის. En 1912 et en 1921, Yayoi Kusama a collaboré avec Louis Vuitton. Ses polka dots ont été appliqués sur des vêtements, des sacs, des accessoires et sur les vitrines des magasins. À Paris, une immense sculpture robotisée de Kusama est apparue sur la façade des magasins, peignant des polka dots sur le mur. Les vitrines des magasins attiraient beaucoup l'attention des passants grâce à leurs couleurs vives et à leur décor immersif. La sculpture donnait l'impression que Yayoi Kusama peignait directement là sur la façade du magasin, laissant un spectacle impressionnant aux yeux du public. კუსამა დღეს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ქალი ხელოვანია. დიდ მუზეუმებში ის არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ცოცხალი ხელოვანი. ყველაზე პოპულარული გამოფენების ავტორი. ქალთა მხატვრებს შორის რეკორდსმენი გაყიდვებით. იგი ისე ქმნის უზარმაზარ, ფერად და მხიარულ ობიექტებს, როგორიცაა გოგრები, ცხოველები და ყვავილები წერტილებით. კუსამა წერს ლექსებს და ასევე რომანებს. კუსამა გვაჩნევს, რომ მაშინაც კი როცა სამყარო გვერევა, ჩვენ შეგვიძლია საკუთარი შევქმნათ და მისი წერტილები ეს უბრალოდ პოლკა წერტილები არ არის. ის იქცევა გზავნილად, რომ ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, მით უმეტეს კი ხელოვნებას.